ქუთაისის საქალაქო სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ამნისტიისა და შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით სასჯელის საბოლოო სახეთ განესაზღვრა პატიმრობა 5 წლის ვადით. ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს კი ჯარიმის სახით 50,000 ლარის გადახდა დაეკისრა. ივანე მერაბიშვილს საქართველოს სასამართლოს კოდექსის 199 წლის მესამე წლის რეფერენდუმით სასჯელის სახედაზომად განესაზღვრა სპარსული და ერთ-ერთი თავისუფლების საყვარლა. მასზე ჩამოერთვა საჯარო სასამართლოში დამზადების დაკავშირება 2 წლის და 1 თვის ვადით. 2012 წლის 22 დეკემბრის ამნისტიის შესაბამისად კანონის 11 მოწლის საბოლოო დანიშნული სასჯელები გამონათქვამს და განესაზღვრა 4 წლის და 5 თვის თავისუფლების საყვარლზე და ჩამოერთვა საჯარო სასამართლოში დამზადების დაკავშირება 1 წლის და 3 თვის ვადით. ივანე მერაბიშვილს საქართველოს სასამართლოს კოდექსის 199 წლის მესამე წლის რეფერენდუმით სასჯელის სახედაზომად განესაზღვრა 10 წლის თავისუფლების საყვარლა. მასზე ჩამოერთვა საჯარო სასამართლოში დამზადების დაკავშირება 3 წლის ვადით 2012 წლის 22 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის 11 მოწლის საბოლოო დანიშნული სასჯელები გამონათქვამს და განესაზღვრა 5 წლის თავისუფლების საყვარლა. ჩამოერთვა საჯარო სასამართლოში დამზადების დაკავშირება 1 წლის და 1 თვის ვადით. ივანე მერაბიშვილს საქართველოს სასამართლოს კოდექსის 199 პრიმამოთი სასჯელის სახედაზომად განესაზღვრა 4 წლის თავისუფლების საყვარლა 2012 წლის 22 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის 11 მოწლის საბოლოოზე. დანიშნული სასჯელის შემოსედეს 1 ნაცვლად და განესაზღვრა 1 წლის და 1 თვის თავისუფლების საყვარლა. საქართველოს სასამართლოს კოდექსის 59 მეორე ნაწილის საფუძველზე ივანე მერაბიშვილის მიმართ დანიშნულმა უქმომ კაცმა სასჯელმა საქართველოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ სასჯელის სახედაზომად განესაზღვრა 5 წლის თავისუფლების საყვარლა. მასზე ჩამოერთვა საჯარო სასამართლოში თანამდებობის თავისუფლება 1 წლის და 1 თვის ვადით. ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. ეგრეთ წოდებული დასაქმების პროგრამის საქმეზე ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის 3 მუხლით ჰქონდათ წაყენებული ბრალი. ამ მომრჩევლის მოსყიდვა, თანხის მითვისება, გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენება. სასამართლოს ხდომის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის თანაგუნდელებმა. განმარტებები გააკეთა პროკურორმაც. ჭიაბერაშვილს შეეცვალა კვალიფიკაცია სასამართლომ ჩათვალა რომ ეს უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენება არ ჩაუდენია და ჩაიდინა სამსახურეობრივი გულგრილობა. განაჩენის ჩაბარების შემდეგ ჩვენ ამას გავასაჩივრეთ мотиваციის დამიხედვით, რაც შეეხება განაჩენს ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებოდით იქიდან გამომდინარე რომ წარდგენილი ჰქონდა ძალიან ბევრი და ძალიან მყარი მტკიცებულებები ვანო მერაბიშვილის მიმართ. ეს იყო კვალიფიციურად გამოძიებული საქმე. სასამართლოში პროცესი მიმდინარეობდა ბრობითობის პრინციპის დასვით და სასამართლომ იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ წარუდგინეთ, გამოიტანა აღნიშნული გადაწყვეტილება. უნებრივია, როდესაც ეს საქმე ქუთაისში გადმოიტანეს, მაშინვე იყო ჩაფიქრებული ალბათ ესეთი განაჩენი, ჩვენ ქონდა მოლოდინი რომ მოსამართლე გაუძღებდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გაუძლო ამ ცნეხს და დღეს გამოაცხადა აბსოლუტურად უკანონო განაჩენი. ქუთაისის სასამართლო მიჩნეული იყო დაბალ ღობედ, სადაც გარანტირებული ჰქონდათ ერთისწყლივ წინასწარი პატიმრობა ვანო მერაბიშვილისთვის და ის სრულად უკანონოდ წინასწარ პატიმრობაში ამყოფეს ამდენი ხანი და ეხლა გარანტირებული ჰქონდათ განაჩენი. მე თავს უდანაშაულოდ ვთვლი და ასევე მიმაჩნია რომ არც ვანო მერაბიშვილის მიმართ მე მთელ პროცესს უყურებდი არ დასტურდება ის განაჩენი რომელიც დღეს მოსამართლემ გამოაცხადა. ნუ ბუნებრივია ჩვენ ვიცოდით კიდევაც რომ და მე ვაკეთებდი კიდევაც ამის კომენტარს რომ ხელისუფლების მხრიდან იყო ძალიან დიდი ზეწოლა სასამართლოზე და ბუნებრივია ამ ზეწოლამ შედეგი გამოიღო პრაქტიკულად წინასწარ ვიცოდით რომ ეს შედეგი დადგებოდა მაგრამ ჩვენ მზადა ვართ გავაგრძელოთ ბრძოლა რომ დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა და შესაბამისად ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ განაჩენს როგორც ვანო მერაბიშვილის ისე ჩემ ნაწილში ჩვენ ამავდროულად წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით რაც 21 მაისს აღკვეთ ღონისძიებით შეგვეფარდა მე და ვანო მერაბიშვილს ეს სტრასბურგში გვაგასაჩივრებული და ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. მოსამართლემ ვერ გაუძლო წნეხს ხელისუფლების, ეს არის აბსოლუტურად აშკარა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება, ეს პოლიტიკა, რაზეც პირველ რიგში პასუხს აგებს დღევანდელი ხელისუფლება, ღარიბაშვილის მთავრობა და მათი დე-ფაქტო მმართველი ივანიშვილი, მათ დაუჯდებათ პოლიტიკურად ძალიან ძვირი, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყანასაც დაუჯდება საკმაოდ ძვირი ამ პოლიტიკური კულტურის დანერგვა, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს, ოპოზიციის ლიდერებს პოლიტიკური მოტივით სვავენ ციხეში და სასამართლოსაც დაუჯდება ძალიან ძვირი ესეთი პრეცედენტები, როდესაც აშკარად ხარკის გადახდა მოხდა რეჟიმისადმი, ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც სამართლებრივად არის ჩახედილი ამ საქმეში და ზოგადად მინიმალური ცოდნა აქვს, ნათელია რომ ეს დიფერენციაციაც, როდესაც უდანაშაულო ჭიაბერაშვილი უდანაშაულო ცნეს ძირითად
ბრალდეებში და ფაქტიურად გარეთ დატოვეს და მერაბიშვილი ჩასვეს, ეს არის მცდელობა გაზავების და წმინდა წყლის პოლიტიკური სამართლის. კიდევ ხოლმე ეს არის ძალიან ცუდი დღე, არა მარტო მართლმსაჯულებისთვის, არამედ საქართველოში დემოკრატიული ტრადიციისთვის. ძვირი დაუჯდება ქვეყანას, მაგრამ ძალიან ძვირი დაუჯდება დღევანდელ ხელისუფლებას, ვინც ეს განაჩენი დაუკვეთა. დღეს რა ჩვენ ვიხილეთ, არ არის მართლმსაჯულების ზეიმი, ეს არის მართლმსაჯულების სირცხვილი. ამას მართლმსაჯულებასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის ამას მარტივ ქართულ ენაზე ქვია შურის ძიება და ივანიშვილი შურს იძიებს მერაბიშვილს. ამას არანაირი კავშირი არ აქვს, ისევ ვიმეორებ მართლმსაჯულებასთან. როდესაც მერაბიშვილს ასამართლებენ რაღაც ბინის რემონტზე, ეს უბრალოდ სირცხვილია. ეს არის სირცხვილი ქვეყნის, ეს არის სირცხვილი მთავრობის, ეს არის სირცხვილი პირადად ივანიშვილის. ჩვენ გვახსოვს წინასაარჩევნოდ ხმამაღალი ლაპარაკები კაცჭამეობასთან დაკავშირებით და მე მინდა საზოგადოება მიცოდეს დღეს მერაბიშვილი გაასამართლეს რაღაც ყვარიათის ბინის გარემონტებაზე. და ესეთი უზნეობა პირადად ივანიშვილს და მის ხელდასმულ მარიონეტულ მთავრობას ბუმერანგივით დაუბრუნდება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომას დღეს ვანო მერაბიშვილი არ დასწრებია.